დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული. თქვენ ვინც მოგბრძანდით ეკლესიაში, დედა ეკლესია ცდილობს რომ იღწვის იმისთვის რომ ჩვენი სული და ჩვენი გონება იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. და ჩვენ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ესე იგი ღმერთი, რომელიც გამოსვლათა წიგნში კითხულობთ, რომ ეცხადება მოსეს და მოსე სთხოვს მას, რომ გამოუშვდეს, როდესაც აგზავნის მოსეს ებრაელი ერის გამოსაყვანად, რომ გამოუშვდეს, რომ ეს იყოს რაღაც ერთგვარი ძალა მოსესთვის და ღმერთი ეუბნება, რომ არ შეგიძლია ჩემი პირის ხილვა, რამე თუ არა არის კაცი, რომელმა ნიხილა პირი ჩემი და ცხონდა. და ასევე ღმერთი, რომელმაც იობზე მიუშვა დამხელა განსასწრელი იცი თქვენ იობის ამბავი ისტორია, როგორი მდიდარი კაცი იყო, როგორ განადგურდა, როგორ დაეხოცა შვილები, დაკარგა სიმდიდრე ყველაფერი და მერე ღმერთმა ერთი ბევრჯერ უკეთესად, ესე რომ ვთქვათ, დაუბრუნა ეს ყველაფერი და წერია, რომ აკურთხა ღმერთმა იობი უკანასკნელ უფროს პირველისა და არაიპოვა უფროს ასულთა იობის და ყოველსა ქვეყანასაზე და ესე იგი იობის შვილები დაეხოცა და მერე უფრო კარგები მიეცა. ანუ ღმერთმა მისცა, ღმერთმა მიუშვა ის განსასწრელი, ღმერთმა მისცა. ღმერთის შესახებ კითხულობთ, რომელზეც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ვიხილეთ სახე მისი უპატიოდ, ეს ჯვარცმის მოვლენებს ეხება. ესე გვემულებათა ჩვენთა იტვირთავს და ჩვენ შევურაცხეთ იგი წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნენით. ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგوارა და ვითარცა ტარი წინაშე მრისველისა თვისისა ესრეთ უხმობელად არ აღեղებს პირსათვისა. აი ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა და განკაცებული ღმერთი ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგوارა და ჯვარს აწვეს ხურიებმა და ჯვრის შესახებ კი პავლე მოციქული ამბობს, რომ სიტყვა იგი ჯვარისაო წარწმედულთა მათთვის სიცოფე არსო, ხოლო ჩვენ ცხოვრებულთა ძალღმრთისა. აი რა იყო ჯვარი მანამდე თქვენ იცით? ესე იგი, როდესაც უფალი წარადგინეს პილატეს სამჟავროზე, იქ მიდიოდა ჭიდილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პილატე პირდაპირ იბრძოდა იმისთვის, რომ ქრისტე გაეთავისუფლებია. საუბარი იყო ორ დასჯაზე. დასჯას ვერ გადარჩებოდა უფალი. თუმცა პილატე იბრძოდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, იმიტომ რომ როდესაც პილატე ეუბნება, რომ მათ ჰქონდათ წლის განმავლობაში რომაელებს ესეთი პოლიტიკა ჰქონდათ დაპყრობილ ერებზე, ხალხებზე, რომ აი მაგალითად ურიებზე, რომ წელიწადში ერთ დღეს რაც არ უნდა დამნაშავე ყოფილიყო ვიღაცა თუ იქნებოდა შეპყრობილი, თუ კი ერი გამოითხოვდა მას, აი სამუდამო პატიმრობა რო ქონოდა და უშუალოდ დახვრეტა რო ქონოდა მიჟილი, თუ კი ერი გამოითხოვდა ჩუქნიდნენ მას. ეს მათი ერთგვარი პოლიტიკა იყო დაპყრობილი ერებისადმი, რომ აი ას მომადლიერებს. და პილატე კი ეუბნება, რომ ვინ გინდათ ამ ორთაგან მოგიტევოთ, იესო, რომელიც არის ქრისტე თუ ბარაბა. და დარწმუნებულია, რომ პილატე ვერც კი წარმოიდგინა, არც კი უშვებდა თავის გონებაში, რომ ბარაბას გამოითხოვდნენ ისინი. იმიტომ რომ ბარაბა იყო ავაზაკი. და პირდაპირ წერია, რომ იცოდაო რამე თუ შურით ამისცეს იგივე. და რა იყო ჯვარი? ანუ ერთი შემთხვევა იყო, რომ ჯვარზე მოეკლათ უფალი, ეს რომაული სასჯელი იყო და მეორე იყო, რომ ებრაელებს თავიანთი წესით მოეკლათ, ჩაქოლით. და პილატემ რაღაც კანონები იცის, რა თქმა უნდა, ებრაული წესები იცის და ეუბნება, რომ წაიყვანეთო და თქვენ გაასამართლეთო. და ნახე, როგორ ყველგან ჩანს მათი უსამართლობა, რომ ჩვენო ესე იგი ჟული გვაქვს და ჩვენი ჟულისაებრო სიკვდილი ეკუთვნისო.
ესე იგი, თან უფლებას ითხოვენ და თან ვერ ბედავენ, რომ თავიანთი წესით, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ აგერ ვკითხულობ და ვიცი და ვეცნობით, რომ არაფერი ბრალი არ მიუძღო და უფალს და მხოლოდ შურის გამო მისცეს, მათ არ იცოდნენ. როდესაც ადამიანი რამეს აშავებს, სანამ სხვა გაიგებს, მანამდე თვითონ იცის ესა. და მათ ძალიან კარგად იცოდნენ. ერთადერთი რა მოთხოვნასაც, ესე რომ ვთქვათ, აჟღერებდნენ, ეს იყო ორი სიტყვა, ჯვარ-საცვი. და აი ეს ეგზალტირებული ხალხი და მომართული ხალხი, აი ამ ესე რომ ვთქვათ, აი ამ შეძახილებში იყვნენ და ბოლოს პილატემ ვერაფერი ვეღარ გააწყო. აი პირდაპირ ჩანს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ გაუშვა ქრისტე, ვერ გაათავისუფლა. მაგრამ იცით რატო ვერ გაათავისუფლა? შეეშინდა, თანამდებობის დაკარგვის შეეშინდა. მას ჰქონდა ძალა, უფლება, რომ ქრისტე გაითავისუფლებია, მაგრამ კეისრის სახელი უხსენეს და კეისრი შეეშინდა, იმიტომ იფიქრა ახლა კეისარი თუ გაიგებს ამას ყველაფერს, აუცილებლად გადამაყენებს თანამდებობიდან და მე რა მოხდა, მაგასაც გეტყვით. პილატემ კეისარს რომ დიდი პატივისა კეისარმა როგორ გადაუხადა ეს. და რა იყო ჯვარი? ჯვარი იყო ყველაზე დამამცირებელი, ყველაზე დამაკნინებელი სასჯელი. ნორმალური წარმოშობის ადამიანს ჯვარზე არ აცხოვდა. გესმით, აი, უბრალოდ აი ადამიანი ნორმალური წარმოშობა, რაც ამას დანაშაული ქონოდა, ჯვარზე არ გააკრავდა. ყველაზე უკიდურესი სასჯელი იყო. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ სიტყვა იგი ჯვარისაო წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არსო. ანუ ჯვარზე ვისაც გააკრავდნენ ის უკიდურესად შეურაცხყოფილი და უკიდურესად ესე იგი დამცირებული და დაკნინებული იყო, მაგრამ რა მოხდა ჯვარზე? სწორედ ჯვარზე მოხდა გამოხსნა ჩვენი ჯვარზე მიამშვალა ქრისტემ ჩვენი სოდები და როგორც ესე იგი 4 მხარე აქვს, ხო, აი ჯვარს. სიღრმეს მოიცვა, სიმაღლეც, სიგანეც, აბსოლუტურად დაფარა ყველა განზომილება და განიწმინდა, ჯვრით შეიმუსრა, ჯვრით დამარცხდა ყველა უკეთურება, რომელიც კაცობრიობას მოაწია იმ სულმა, რომელიც ერთ-ერთი ანგელოზი იყო და შემდგომში განუდგა აი ამ წესს და რიგს და შემდგომ გახდა კაცობრიობის დაუძინებელი მტერი და იმდენად ბოლომდე იბრძოდა. მან იცოდა, გახსოვთ ღადარინელი ეშმაკეულის და რომ მიდის უფალი და მაშინ რა შეუნება, გახსოვთ თქვენ? რატომ მოხვედიო აქა წარწყმედა ჩვენ და უწინარე ჟამთაო? მან იცის, რომ უნდა მოვიდეს დედაკაცისგან შობილი და განიგმირება საბოლოოდ დამარცხდება ის. ამიტომ მისი ესეთი ეჭვით მიდგომა უფლისადმი, რომ მან არ იცოდა, დედაღვთისმშობლის მიდგომილება მან არ იცოდა. ღმერთი რო იშვა, მან არ იცოდა, ყველაფერი კი არ იცის. ამიტომაც როცა ნათელიღო უფალმა და ხმა გაისმა, რომ ესე არ ძე ჩემი საყვარელი მაგის ისმინეთ, მივიდა მზაკრულად და ეუბნება, თუ შენ ძე ხარ ღვთისა, იფიქრა რომ ვაი თუ მართლა ძე ღვთისა ხომ არ არის. იმიტომ რომ ხმა გაიგო რომ შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, მაგრამ ხედავს რომ შია, მოშივდა უფალს. ხო იქ წერია სახარებაში, იმარხა 40 დღე და 40 ღამე და მერმე შემშია. და თუ ღმერთის ძე არის, როგორ მოშივდა? ამიტომ მიდის და ეუბნება გამოსდის, ხო? და აქედან დაწყებული აი ჯვარზე ბოლოს გახსოვთ რომ იქ რომ მიდიოდნენ და ხურიები რომ ეძახოდნენ რომ შენ თუ ძე ხარ ღვთის, აბა გადმოდი ჯვრიდან. აი ეს გადმოდი ჯვრიდან ბოლო გაბრძოლება არის მისი, იმიტომ რომ თუ კი იგი მოახერხებდა რომ ქრისტე რა არ შეეძლო ქრისტეს. ჯვრიდან გადმოვიდოდა. დაიწვებოდნენ, დაიფერფლებოდნენ ის ადამიანები, ვინც აიღო ლურსმანი და მიალურსმა ჯვარზე. აი ფერფლად იქცეოდნენ იმ წუთში, იმ წამში. შეეძლო ქრისტეს. მიხვდით? მაგრამ კაცობრიობის გამოხსნა აღარ ახსოვდებოდა. ამიტომ, როდესაც ბოლოს ეშმაკი პირდაპირ ესე გეტყვი და პირდაპირ ესე არის, რომ ეშმაკი ეძახის, რომ გადმოდი ჯვრიდან.
ის ადამიანების პირით ეშმაკი მეტყველებს როგორც იმ ღადარინელის პირით. რა ქვიაო, რო ეკითხება და ლეგიონი მქვიაო. ანუ ეშმაკები თავის სახელს ეუბნებიან. აქაც ეს შეძახილები მისია. ეუბნება გადმოდი ჯვრიდან. თუ შენ ძე ხარ ღვთისა. და მას ხო არ შეუძლია რომ გადმოვიდეს ჯვრიდან, მაგრამ ჩვენი გამოხსნა გაჩერდება მაშინ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. რომ შეეძლო მას იქ ტიროდენ დედები, იქ ტიროდენ ვინც იყვნენ მასთან ერთად და მას ხო არ ეუბნება ჩემზე ნუტირი ხართ. რატო ეუბნება? იმიტომ რომ მას შეუძლია რომ აირიდოს, აიცილოს ეს ყველაფერი. შეუძლია მას. მაგრამ მაშინ როგორ აღსრულდება კაცობრიობის გამოხსნა? გესმით რას ვლაპარაკობთ, ესე იგი, რომ ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენი საცხოვრებისათვის, აი ამას ვლაპარაკობთ. და გამოგვიხსნა ჩვენ. ამიტომ დედა ღვთისმშობელი, როდესაც დგას და დასტირის მერე, ხო, ბოლოს ეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ წარვე ჩვილო ჯოჯოხეთად და ღვთაებ რაღაცგინი ადამიანთაგან იგი თვითმის ადამის თანა განხსნად მიცემული. დედა ღვთისმშობელი ღრმად არის განსწავლული ჯულში და მან იცის რომ ღმერთი მოვა ჯვარზე მოკვდება, მერე ჩავა ჯოჯოხეთში, აი აღდგომის ხატზე როგორც არის და ამოიყვანს იქიდან მართალთა სულებს. მაგრამ მეორე მხარე არის დედა ღვთისმშობელში ის რომ ხოლო მე დედობრივ ჯდეაც სხურება ცრემლთან. დედა არის. მივხვდით? დედა არის, მისი ჩვეულებრივი, აი დედები ვინც ხარ, ჩვეულებრივი დედა არის. მეორე მხარე არის რომ იცის ჯული. იცის რომ ქრისტე უნდა მოვიდეს, უნდა მოკვდეს, უნდა ჩავიდეს ჯოჯოხეთში, უნდა ამოიყვანოს მართალთა სულები. ისით რას ეუბნება? მოდი მეც წამოვალო იქო. ჯოჯოხეთში წამოყვები ეუბნება. და შენ რომ იქ ჩახვალო და მე წავალ და ევას მოუყვებიო ამ ყველაფერს. ევას გავახარებო, იმიტომ რომ მეორე ევათ იწოდება ღვთისმშობელი. პირველმა ევამ წუხარება მოუტანა სოფელს, მაგრამ მეორე ევამ უდიდესი სიხარული, ხო? ხო და ესე ელაპარაკება, ეხლა ჩვეულებრივი დატირება, რასაც ვკითხულობდით აი გარდა მოხსნას. ეს ჩვეულებრივი დატირება, ეს არის გაცოცხლება იმ დატირების. ეს დატირება მე თუ მკითხავთ, ჩემო საყვარელო, თქვენ ეს დატირება უნდა დაждდეთ, კარგად უნდა შეისწავლოთ. კარგად უნდა შეისწავლოთ და თქვენ იქნებით უაღრესად განათლებული ადამიანები. იმიტომ რომ ეს დედა არის და მის შვილს ტირის და ნახეთ როგორ ტირის. თან დედობრივად ტირის, მაგრამ თან სარწმუნოება არის შეზავებული აი ამ ტირილში. და ბოლოს მისი ტირილი მთავრდება უბრალოდ ჰიმნოგრაფიული საკითხები, თითქოს მაცხოვარი ეუბნება რომ ნუ მტირმე დედაო ხილველი საფლავს საშინა ძისა რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა რამე თუ აღსგე და ყვალად ვიდიდო. ეს მაცხოვარი ამ დროს მკვდარია, მაგრამ ეს სიტყვები განათლებულ დედა ღვთისმშობელს მოუვა, იმიტომ რომ მან იცის. ისიც კი ტირის, მაგრამ თან ფიქრობს, რომ ხო უნდა აღდგეს. მივხვდით, აი თან დასტირის, მაგრამ თან ეამბორება, თან მის სისხლს აი იმ წვეთებს უწმინდავს დედობრივად, მაგრამ მის გონებაში თან ის არის, რომ აღდგეს უნდა. მივხვდით? კი არის მისი, ჰოი ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო. რომ იცის რომ მისი შვილი მოკვდა, მაგრამ მისი ძე და მისი შვილი და ღმერთი უნდა აღდგეს. აი რა დაიტია დედა ღვთისმშობელმა, გესმით თქვენ? და მისი სიტყვების ბოლოს ესეთი არის, აღდგომის მოლოდინით მისი გაძლიერება და მისი ნუგეში. აი ეს არის მოკლედ დღევანდელი შინაარსი, აი ჩვენი შეკრების და გუშინაც მოგახსენეთ და დღესაც მოგახსენეთ, ამ დღეების მთავარი შინაარსი რა არის? ამ დღეების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ეკლესიაში მოსული ადამიანის სული მოემზადოს ქრისტეს აღდგომისთვის. თანა განიცადოს ის ტკივილი, რომელიც განიცადა დედა ღვთისმშობელმა და იმ მცირე კრებულმა ეკლესიამ, იოსებ არიმათიელი იყო, იქ ნიკოდიმოსი იყო, იოანე ღვთისმეტყველი იყო, თანა განიცადოს ჯვარცმის წინაშე, აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ თქვენ, რომ
აი ეს სიტყვები, აი ისევი სიტყვები მახსენდება. აღდგომის საკითხების დროს მოისმენ თქვენ ამ სიტყვებს. გუშინ შენთანა ჯვარსვეც მოდი ქრისტე და დღეს შენთანა მადიდე. ანუ ჩვენ თანა განვიცადოთ ის ტკივილი ჯვარცმის და თანა განვიცადოთ როგორ ეხა ისევ ინგანისტის ეხა, მაგრამ ცოტა გულთან მოვიდეს მაინც. და რომ მერე გვიხაროდეს და მერე ეს სიხარული რომ ჩვენ რო განვისტიდით ჩვენი უფლის ჯვარზე გაკვრას და მერე რომ ნახეთ როგორ აღდგა ჩვენი უფალი, მერე უნდა გავყვეს ჩვენ. აი ეს არის, ამიტომ ხდება ვინც ამას არ განისტის, ხო? ეხა ბევრი ხალხი მოდის მარხვაში, ხო? ესე არის ყოველთვის ესე არის, მაგრამ რატომ მიდიან მერე? იმიტომ რომ აი ეს აკლიათ. ეს აკლია და დედა ეკლესიის მთავარი მიზანი ის არის რომ ადამიანმა ეს განიცადოს. ხო ხედავთ ქრისტე თვითონ მოციქულებზე ცდილობს ამას რომ აღდგომის სიხარული განიცადონ. ჯვარცმის დროს ყველა მიატოვა უფალი. და დედა ღვთისმშობელი აბსოლუტურად მარტო დარჩა რო იცოდეთ. და აი წარმოიდგინეთ, აი ხან იქ მიდიოდა, ხან პეტრესთან მივიდა მოძებნა, ხან იოსებ არიმათიელი მოძებნა. გეხვეწებიო, წამოდიო, მიშველეო. რას ეუბნება, იცი, წამო ჩქარა გარდა მოხსნათო რომ მეორეჯერ არ უგმირო კიდე ლახვარიო, დედა არის ესა და დაინახა როგორ უგმირეს ლახვარი თავის ძეს. პეტრე მოციქულთან მიდის და ეუბნება, აქ სხვენიაო? დატირებითაც არ დაიტირეო? როგორ იძახოდიო, როგორ გიყვარდაო შენო, მოძღვარიო? გახსოვთ როგორ ეუბნება? სიკვდილი რო იყოს ჩემი შენ არ უარყოფ ეუბნება. გაიქცა, წავიდა ყველამ დატოვა. აი ეს არის, ამიტომ გეხვეწებით ყველას რომ ეს პერიოდი ზუსტად აი ამ ყველაფრის გახსენება არის და თქვენ რო აქ ხართ, რომ იცოდეთ როგორ უხარია უფალს. პირდაპირ აი ისე უხარი ხართ როგორც იქ ვინც იყო დედა ღვთისმშობელი რო იყო და იოანე ღვთისმეტყველი რო იყო ჯვართან და გარდამოხსნის დროს. ამიტომ ხვალ დილით 6 საათზე, ხო? ხვალ დილით 6 საათზე. უკვე აღესრულება ეს ამას ქვია მაცხოვრის წესის აგება. და ეს რიტუალიც და ეს წესიც აუცილებელია რომ მორწმუნე ადამიანებმა განიცადონ. ამიტომ ხვალ ჩვენ ახლა დავიშლებით და ხვალ დილით 6 საათზე შევიკრიბებით აქ წმინდა გიორგის ეკლესიაში.